ეს ახალციხის სოფელი კლდის შესასვლელში არსებული სკვერია. კარი, რომლის გავლითაც ამ ტერიტორიაზე მოხვდებით, ჩამოვარდნილია და იქვეა მიყუდებული. აქ წესით 7 კამი უნდა იდგეს, თითოეულ მათგანში მერიამ 130 ლარი გადაიხადა. ტერიტორია მოუწესრიგებელია და მიმდებარე ინფრასტრუქტურა დაზიანებული. ეს კი საბავშვო ატრაქციონია, აქ წესით 2 საქანელა უნდა ეკიდოს. ამ ატრაქციონისთვის მერიამ 7500 ლარი გადაიხადა. დაზიანებული ატრაქციონის ნაწილი ხეზეა მიყუდებული. აქვეა დაზიანებული ეგრეთ წოდებული აიწონა დაიწონაც, რომელიც თავდაპირველი დანიშნულების ნაცვლად სავარაუდოდ სკამის მოვალეობას ასრულებს. პროექტის მიხედვით მერიამ 2 საბავშვო ატრაქციონი იყიდა ჯამში 1100 ლარად, თუმცა მეორე ტერიტორიაზე აღარაა. ეს სკვერის მიმდებარე ძველი საფეხბურთო მოედანია, რომლის მოწესრიგებასაც მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს. მათივე თქმით, ამ მოცემულობით მოედანზე თამაში შეუძლებელია. იგეგმება თუ არა სპორტული მოედნის და სკვერის მოწესრიგება, მერიიდან კითხვაზე პასუხის მიღებას ველოდებით. ჯამში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს სკვერისა და ატრაქციონების მოსაწყობად 75000 ლარზე მეტი გადაიხადა. ინფორმაცია უწყებამ ჩვენს მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მოგვაწოდა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კლდეში და ივლიტაში სკვერის მოწყობისთვის მუნიციპალურმა ორგანომ ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება შეპესე პროგრეს დაახლოებით 109000 ლარზე 2021 წლის 3 სექტემბერს გაუფორმა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ვერსიით კომპანიას სამუშაოები 2021 წლის 15 ნოემბერს უნდა დაესრულებინა. ჯამში დოკუმენტში 4 ცვლილება შევიდა. სამუშაოების ვადამ 9 დეკემბრამდე გადაიწია და ბიუჯეტი 100400 ლარამდე შემცირდა. სკვერის მოწყობიდან 3 წელზე მეტი გავიდა.